გვაჩვენა. რთული ჩემპიონატი იყო და აქედან გამომდინარე რთული ურთაბრძოლები ჰქონდა, თითოეული შეხვედრა დაძაბული იყო და მინდა რომ ჩემი გულშემატკივარი ქართველიერი საერთაშორისო არენაზე კიდევ ერთხელ გავახაროთ. ქართულ თასველთა ექსპედიცია აფრიკის უმაღლესი მწვერვალის კილიმანჯაროს დასაპყრობად ემზადება. ეს ქართველთა მიერ ამ მწვერვალის დალაშქრის პირველი მცდელობაა. ჯგუფში მხოლოდ ქართველი მთასველები არიან. დელეგაციას მიზნად აქვს მსოფლიოს 7 უმაღლესი მწვერვალის დალაშქრა. კილიმანჯარო სიაში პირველია. ქართველი მთასველები აფრიკაში თებერვალში გაემგზავრებიან. თავად კილიმანჯაროს მწვერვალი საშუალო სიმძიმისაა. 7 უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა მსოფლიოს ყველა ქვეყნის თასველთა კლუბის ტრადიციული პროექტია, სადაც წელს პირველად ჩაერთო საქართველო. ეს ექსპედიცია ტარდება 7 მწვერვალის პროექტით, რომელიც მოიცავს ყველა კონტინენტის უმაღლეს მწვერვალების დალაშქრას. რამოდენიმე ქართველი თვალსწრელი ასულია ამ მწვერვალზე. მაკურიანში ტატრაპუმბას ტრასაზე დასრულდა 2011-12 წლის სათხილამურო სეზონის პირველი სტარტი. წელს საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ შეჯიბრი პირველად ჩაატარა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მოთხოვნების შესაბამისად. ტურნირი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. საქართველოს თასისთვის 1996, 97 და 98 წელს დაბადებული მოთხილამურეები იბრძოდნენ. გოგონათა შორის საუკეთესო შედეგი ბაკურიანელმა სუსანა გავამ აჩვენა. ვაჟებს შორისაც პირველად გზზე ბაკურიანელი გიორგი კურტანიძე გავიდა. 13 იანვარს ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში იუნიორთა ოლიმპიურ თამაშებზე სუსანა გავა, გალო ჯაფარიძე და შოთა ნათაძე გამოვლენ. საქართველოს თასის ეტაპები ბაკურიანის გარდა გუდაურსა და მესტიაში